მოგესალმებით. გილოცავთ 2024 წელს. მე კი მოვედი თქვენთან ზოდიაქოს ნიშნების ზოგადი დახასიათება, რა ტენდენციები იქნება ყველა ზოდიაქოს ნიშნებისთვის. პირველ რიგში შევეხები ვერძის ზოდიაქოს ნიშანს. ვერძისთვის 2024 წელი ძალიან მნიშვნელოვანი დინამიური წელი იქნება, იმ კუთხით, რომ დაბნელებები თქვენს ღერძზე იმოძრავებს, გამოსაყენებელი, მაგრამ ამავე დროს გაიძულებთ ტრანსფორმირდეთ. პირველ რიგში წლის დასაწყისი, სადღაც იანვრის 20-21 რიცხვი, მან გადადის პლუტონი მეწყულის ზოდიაქოს ნიშანში და პირველ რიგში, პირველ დეკადაში დაბადებულებს გაიძულებთ იმოქმედოთ, მოგცემ ძალიან კარგ შანსებს, შემდეგი მიდგომები შეცვალოთ როგორც თქვენს თანამოაზრეებთან, მეგობრებთან, ზოგიერთ თქვენთანაც შანსი გაგიჩნდება დახმარების კუთხით, შემოვიდნენ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები თქვენთან, მეორე მხრივ იუპიტერი დაგეხმარებათ იმ კუთხით, რომ ფინანსური თემები შეგიძლიათ გააქტიუროთ, უფრო მეტად მოაგვაროთ თქვენი ეკონომიური პრობლემები, დასვენების საშუალებას არ მოგცემთ ცაზე მიმდინარე ასპექტები, გაიძულებთ აქტიურად ჩაერთოთ გარე საქმეებში, მაგრამ აუცილებლად უნდა იმოქმედოთ. დაბნელება თქვენს ნიშანში მეტად ორიენტირებულს გახდით, იყოთ საკუთარ თავზე, პარტნიორულ ურთიერთობებზე, შემოიტანთ ცვლილებებს, მიდგომებს ადამიანებთან, პარტნიორებს განვიხილავ ყველა დონეზე. არ არის ადვილი წელი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ თქვენი ინდივიდუალურობის სრულფასოვნად გამოვლინებისთვის ჩადოთ რაღაც ძალიან კარგი საფუძველი. ასევე წელი მოგცემ ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს თქვენს ეკონომიურ საკითხებზე, შესაძლოა დაიწყოთ მნიშვნელოვანი საქმიანი ურთიერთობები, რაც გაზრდის თქვენს ფინანსურ საკითხებს, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ძალიან დიდი ძალისხმება, პრაქტიკულობა და აუცილებლად განხორციელება იქნება საჭირო. ასევე მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ დაასრულოთ ის ხელისშემშლელი სიტუაციები, რაც დაწყებული გქონდათ წინა წლებში, რაც დაკავშირებულია მაგალითად ნერვიულობასთან, არასტაბილურობასთან, შიშებთან, ტოქსიკურ ადამიანებს. ძალიან კარგია ეს პერიოდი თუ ჩამოშორდებით და დაასრულებთ ასეთ ადამიანებთან ურთიერთობას, რადგან ეს თქვენი ციკლის დასასრულია და თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, როგორ დაასრულებთ, რომ ახალი ციკლისთვის მოემზადოთ. ასევე სიფრთხილე გმართებს წამლებთან, ვირუსებთან, ალკოჰოლთან, ინფექციურ დაავადებებთან, ასევე გაძლევთ ძალიან მნიშვნელოვან დახმარებებს ადამიანებისგან, შეცვალოთ თქვენი მიმართულებები, სასურველია აერჩიოთ სწორად ადამიანები, ვის უშვებთ თქვენ ცხოვრებაში ამ წელს. 20 მარტიდან იუპიტერი გადადის ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში, რაც წამოწევს შანსებს კონტაქტებში, გაცნობის კუთხით, ინფორმაციის მიღების კუთხით, მოგზაურობის, სწავლის კუთხით, კონტაქტები უფრო გაუმჯობესდება თქვენთან, კარგი პერიოდი დადგება, მოაგვაროთ თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები. ხოლო რაც შეეხება კურო ზოდიაქოს ნიშანს, 2024 წელი, ეს წელი მოემზადეთ ახალი გამოწვევებისთვის, წამოწევს სიტუაციებს, რომელიც ამოსუნთქვის საშუალებას მოგცემთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ის, რომ თავისუფლდებით კარმული კვანძებისაგან, რაც გაგანთავისუფლებთ იმ ვალდებულებებისგან, რაც აქამდე იყო აქტიური თქვენს ცხოვრებაში. იუპიტერი თქვენს ნიშანში გაძლევთ იმის საშუალებას, თქვენი ოცნებები, სურვილები თქვენ და სასარგებლოდ გამოიყენოთ, განსაკუთრებით როცა თქვენს ნიშანში ხდება მნიშვნელოვანი პლანეტების შეერთება, რაც მოგების საშუალებას მოგცემს. ზოგიერთ თქვენგან სურვილი გაუჩნდება, შეიცვალოს იმიჯი საინტერესო ცოდნის მიღების, გაფართოების კუთხით და ეს ყველაფერი ახლებური კუთხით. ასევე გეძლევათ საშუალება მეტად ზუსტი იყოს თქვენი გათვლები და ქმედებები. უნდა მოემზადოთ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის, რომელსაც გიმზადებთ პლუტონი მერწყულში, განსაკუთრებით პირველ 3 რიცხვებში დაბადებულები, თუ სწორად იმოქმედებთ და ძალას არ დაიშურებთ, შეგიძლიათ ფინანსურად შეცვალოთ თქვენი მიზნები. აუცილებლობას მოითხოვს ეს პერიოდი შეცვალოთ ან შეიცვალოთ, რადგან უარყოფითი კუთხით თუ იმუშავა შესაძლებელია თქვენს ჯანმრთელობას შეეხოს. ზოგიერთ თქვენგან შეიძლება მოუწიოს ცვლილებები სამსახურში, ან შესაძლოა სტატუსის შეცვლა დიდი ძალისხმევის ფონზე, იუპიტერის გადასვლა ტყუპებში კი თქვენს ეკონომიურ საკითხებს, თქვენს ბიზნეს საკითხებს შეეხება, სადაც მოგცემთ შანსებს, გამართლების ალბათობებს, ხოლო დაბნელებები
დაბნელებები კი წამოწევს იმის საშუალებას, გამოხვიდეთ ტოქსიკური ურთიერთობებისგან, შიშებისგან, ფობიებისგან, შესაძლებელია უცხოეთის საკითხებთან გაგიმართლოთ კიდევაც. როგორც მოლაპარაკებებში, ასევე გადაადგილებები, ასევე ემიგრაციის კუთხით. ხოლო რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშანს, თქვენთვის საინტერესო წელი იქნება თავისი შანსებით და შესაძლებლობებით, ასევე გარკვეული სიძნელეებით. პირველ რიგში წლის დასაწყისი 20 იანვრიდან თქვენთვის განსაკუთრებით პირველ დეკადაში დაბადებულ ტყუპებს შეგეხებათ ეს. პირველ რიგში ცვლილებები იქნება ტრანსფორმაციის პერიოდი, მოგეცემათ საშუალება ის დაბრკოლებები, შიშები, გაურკვევლობები მოიშოროთ, რომ წინ გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, დაგეხმარებათ მოგზაურობა, სწავლა, ვინც ხართ დაინტერესებული, თქვენი ავტორიტეტულობის წინა პლანზე წამოწევით, გაფართოების კუთხით, მოგზაურობის უცხოელ პარტნიორებთან გამართოთ მოლაპარაკებები. ეს წელი იქნება იმის გარკვევის, რას იმსახურებ და რას არა. უფრო ნათლად დაგანახეთ, სწორ გადაწყვეტილებებს იღებთ თუ არა. მარტი-აპრილი ამ პერიოდში იყავით ფრთხილად, როცა 4 პლანეტა მოძრაობს თევზების ზოდიაქოს ნიშანში, კარიერასთან, სამსახურთან, ცვლილებებთან, თქვენი მიზნების, თქვენი ურთიერთობა უფროსებთან გაუფრთხილდით ამ პერიოდში. ნუაყვებით ქაოსურობას და გაურკვევლობას. იუპიტერი თქვენს ნიშანში გადავა მაისის დასაწყისში, მოგცემს საშუალებას მეტად აქტიურები იყოთ, მაგრამ მოგიწევთ დიდი ენერგიის ხარჯვა, რადგან იუპიტერი უარყოფითი ასპექტით იქნება უმაღლეს პლანეტასთან. ეცადეთ ეს პერიოდი იყოთ ფხიზლად, მეტი სიფრთხილით გადადგათ ნაბიჯები, ურთიერთობა სხვებთან მიმართებაში, ოჯახში პიროვნულ განვითარებას მიხედეთ და სოციალურ საკითხებს. დაგეგმოთ თქვენი ყველა გადაწყვეტილება და მოემზადოთ ცვლილებებისთვის და დაისახეთ მიზანი, რომელიც იქნება უფრო მეტი ტაქტიანი მაისიდან წლის ბოლომდე.